შევატყებშვიდობის მეგობრებო, დაგიბრუნდით როგორც იქნა, იმიტომ რომ გუში ძალიან მძიმე დღე გქონდა მთლიან ოჯახს, მარიკო ყავდა ძალიან ცუდად, მაგრამ ღვთისწყალობით დღეს არის ძალიან კარგად და დაგიბრუნდით. რას ნიშნავდა ეს ერთდღიანი გაგიჟება ცუდად ყოფნის? ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თავარია რომ კარგად ვარ და ჩვენც შვენივრად ვართ. ლაქისთვის ბოდიშს გიხდით, უნდა წავიშორო და შესაძლოა შილაკი გავიკეთო, ამიტომ ცოტა დილით მოუწესრიგებელი, დილა აღარ არის შუა დღეს, ცოტა ვერ ვართ თლად ჩხილებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულები, არ ვიცი რა უნდა გავიკეთო, ამიტომ იყოს ჯერჯერობით. მინდა რომ გავიკეთო შილაკი, ოღონდ არ ვიცი გავიკეთებ თუ არა. ხო და მაგას ვარკვევდით დღეს და იმდენი რაღაცები ვრეცხე გადამძვრა გოგოებო. არ ვიცი ეს ერთდღიანი ხალხო ვირუსია, რამე ერთდღიანი თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ცემინებით, ახლაცაც ცემინებს, მაგრამ აი ცუდად რომ ყავდა, ეგრე ნამდვილად არ არის, ვაიმეღო, ოღონდ ეგრე აღარ იყო შევა გავაფრინო, არ ვიცი. აი ისეთი სქელი მასაა გოგოებო, ეს ისეთი სქელი მასაა, რომ ძლივს ვისვამ, აი ძლივს, აი როგორც კარაქი რაღაცა გაყინული, ეგეთია დაახლოებით. თქვენ როგორ ხართ? ხო, დღეს გვინდა რაღაცები ვიყიდოთ და გავიაროთ საყიდლებზე, იმიტომ რომ 10-ში მომდიან ჩემი თანამშრომლები, ჩემი რეჟისორი, ჩემი ორი პიანისტი და ასე შემდეგ. ხო და ძალიან ესე იგი იმაში ვართ, რა ქვია, ერთობებში ვართ და ძალიან მიხარია, ძალიან. ხო და რავი, რაღაცები საყელაც უნდა გავიაროთ და თუ მოვხვდი იქით, ჩემი საოცრება უნდა ვიყიდო ისევ და ვნახოთ ახლა რა ყავს, მაშინაც კარგად გადავიხადე ამაში და აღარ ვარ გაგოგოებო საკმაოდ წიწკნის თმებს, უკვე გავუვიდა ხალხო რამდენი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ახლა მართლა უკვე რამდენი წელი გავიდა, 5 წელზე მეტი და რაღა ქნას ამ გასასწორებელმა ვერ გავიგე, ახლა რაღაც ვერჩით. ხო და ნახოთ, ფასი უნდა გავიგო, თუ ძალიან ძვირი მითხრეს არ გავიგიჟებ ახლა თავს მაგის ყიდვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცოდინება რომ დაუშვათ ეს ღირს და ვიყიდო. ხო ხვდებით რა? იმიტომ რომ ეს ისეთი რამ არის ყველას ოჯახში რომ უნდა იგდოს ერთი ცალი. იდეალურად ასწორებს და მინდა რომ დააკვირდეთ და გაიქცეთ და იყიდოთ. ითენ წელია მაქვს რომ ისეთ რეკომენდაციას უწევ, მგონი ეგრე რომ არავის არ გაუწევია არაფრისთვის. ხო და ეგრეა გოგოებო, რაღაცები უნდა ვიყიდოთ. ცოცხალი თევზის ყიდვა გვინდა და არ ვიცით რა ღირს უნდა გავიაროთ, ერთი ბაზარში გვინდა გავიაროთ, რომ ვნახოთ რა ღირს ცოცხალი თევზი, ვნახოთ რა ეღირება. იმის მიხედვით დავგეგმავთ რომელი თევზი ვიყიდოთ და რა გავაკეთოთ თევზთან დაკავშირებით. თუმცა ცოცხალი თევზი გვინდა. ის რანაირად არის აქ? გვინდა და თუ მოვხვდი იქით ჩემი ტურსაცხი უნდა ვიყიდო, თორე უკვე გავაფრინე ამ დებილური ტურსაცხებით. ცუდი არ არის, მაგრამ ისეთი არ არის, როგორიც მინდა. კარგი. მოკლედ, ხო, უნდა გაჩვენოთ აუცილებლად. რომელიაო და ყოველთვის მეჩვენო ხოლმე გაჩვენოთ. აგერ ბატონო. ეს გახლავთ. აი ეს. რომელიც ჩემ მულშმა მიყიდა სუფთა სახში და მაჩუქა. ფასი არ ვიცი. გავიკეთოთ, ხა ესე ძალიან სველზე არ მიყვარს ხოლმე გაკეთება გოგოებო, ცოტა სველი როა სახე, მაგრამ თან მეჩქარება და თვად ეგრე ვერ გავუდილავებ, ასე რომ ვთქვა. ხო, ის რომ მქონდა
წასმული ეგრევე შეიწოვებ, ვეღარაფერი მეტყობა. ანუ დამპალმა სისხლი გამითეთრა, ანუ სისხლი. და ჩემთან უნდა მოვიდეს ორი პიანისტი თქო რომ თქვი, ერთი ახლა სადაც ვარ ეგ არის და მეორე სხვა ფილიალში ვიყავი თავიდან და ფილიალის მაგდა ქვია, აი ზე პროფესიონალი. ეგეც მოვა და ისე მიხარია, ისე მომენატრა, აი ჩემ იმ პერიოდს მახსენებს, როცა ერთად ვმუშაობდით და გიჟდები, ჭკუა მეკეტება, ისე მიყვარს და ახლა ვინც არის ეგეც ხო, ნუ A-კლასის პროფესიონალი. მარტო ის კი არ არის გოგოები, რომ კარგი პიანისტი იყო, როცა ბაღში მუშაობ, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ზეიმებს, ესეთი ზეიმებს. არამედ უნდა იცოდე ძალიან კარგად აი ბავშვებთან და აი ჩვეულებრივად რუბისზე საშუალება დადგამენ ზეიმს, ისე არიან გათვითცნობიერებულები, ეგ არის უკვე რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ზე პროფესიონალი. ერთი წუთით ამ ტურს რამე უნდა ვუშველო, ცოტა ხანი რომ იმას ქნას რა ქვია, დარბილდეს კატასტროფა მჭირს. ხო და ამ უბედურსაც ვუშველოთ, მოდი და წავისვათ ეს სხვათა შორის ბევრად მომირჩინა. ხო, ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ გოგოებო, ჩემ შვილთან დაკავშირებით, მის კვებასთან დაკავშირებით. არ ვიცი ხოლმე როგორ ჩანს ნამდვილად იმაში კადრებში. ვისაუბროთ ცოტა ძალდატანებებთან და რაღაცებთან დაკავშირებით. ხო, მართლა არ ვიცი რა გამომივიდა, მაგრამ ფაქტია რომ გამომივიდა. კაი. ცოტა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით გოგოებო. ჩემ შვილის კვებასთან დაკავშირებით არის უდიდესი პრობლემა. ეხლა ვინც იცით, ნუ უკვე იცით და თქვენთან აღარ აქვს ამაზე პრობლემა და ამის განხილვასთან პრობლემა, თუმცა ვინც არ იცით, მოდი ავხსნათ, რატომ ხდება ხოლმე რომ მარიკოს დავსდევთ კოზებით, ხვეწნით, აი უითი და რა ვიცი, მე ხან ტაშფანდურით და ხან იმით და ხან ამით და სისხლი მაქვს გაიწოვა მგონი ორგანიზმიდან. ისე დღეში ვართ, მოიცათ, ნუ როცა მაგას ვაჭვევთ, ისე დღეში ვართ, რომ აი არ ვიცი, უკვე მართლა კონცერტი გვაქვს ხოლმე, ხარა გვაქვს როგორ მაგან მიირთვას ხანდახან მაგ ხოლმე რომ რატო არ ჭამდა, ხან კამათში გადაგვდის და ასე შემდეგ. მარიკოს აქვს გოგოებო წონის პრობლემა, დეფიციტური, ხო, ნუ შევა დეფიციტში, ესე ძლიერ დეფიციტში არ ითვლებოდეს, თუმცა მარიკოს აქვს პრობლემა წონის. ზოგადად 2,700 დაიბადა მარიკო, 2,500 გამოგვწერეს და სახლში კიდე დაიკლო, ანუ ძალიან დაკლებული იყო და ახლა ვცდილობთ რომ დავაწიოთ რამენაირად და ვეჭიდავებით ამ ამბავს და თქვენ იცით, მე სულ საუბრობ ამ თემაზე, რა დონემდე განვიცდი მარიამის კვებას. ყველა მიცით თითქმის, იმიტომ რომ მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე. როცა თქვენ მე მიწერთ გოგოებო, ჩადეთ ერთი წუთით, რომ ეს არის ძალდატანება და სხვა ქვეყანაში ასე არ არის და ეს არის უგუნურობა, ანუ ფაქტობრივად მე თქვენ მოვნებით რომ ვარ უგუნური. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მივეკუთვნები იმ დედას, რომელსაც არა აქვს ახლა დიდად პრობლემა ბავშვი და მაინც ვტენი, ოღონდ ჩავტენო პირში საჭმელი, ეგრე ფიქრობთ თქვენ? მარიკო რო იყოს ოდნავ მჭამელი მაინც, ჩვენ პირიდან ვერ გაიგებთ, მოდი ერთი კოზით, მოდი რაღაც, მოდი ისე, მოდი ასე და კონცერტებს ვერ გაიგებთ. მაგრამ თქვენ, ვინც ამას მიწერთ, რამდენად უგუნური ხართ თუ აცნობიერებთ, მე რო შეურაცხყოფას მაყენებთ, რომ ეს არის უგუნურობა, ასე რომ ვიქცევი, ანუ მე ვარ უგუნური, ხო ესია? ეს ქმედება თუ არა უგუნურობა, ამ ქმედებას ჩავდივარ მე. ანუ მე ვარ უგუნური. მე კიდე მგონია, რომ როცა დედას უწერთ, რომ ეგ ქცევა, ეგ თურმე რაღაცა სხვა ქვეყანაში ესე ხდება და არის უგუნურობა, მგონია, რომ ეს არის უგუნურობა. როცა არ იცით არაფერი და დედას მიუთითებთ რაღაცა გაურკვეველ
რაღაცას, რომ აი ქვეყანაში სადღაც ასე არ არის. საერთოდ არ მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში როგორი სტანდარტებია, იმიტომ რომ სტანდარტები მე ძალიან კარგად ვიცი როგორ არის და სულ არ მჭირდება არც გერმანიის მუშველიება, არც საფრანგეთის, არც საბერძნეთის და არაფრის. მე არ მგონია, რომ სადმე რომელიმე ქვეყანაში იყოს ის ამბავი, რომ თუ ბავშვი ამ დონის უჭმელია, როგორც ერთ ჩემი შვილი და შეუძლია სამიტყუბროდ არაფერი მიირთვას და არ აქვს ამაზე პრობლემა და დედამ ამაზე არაფერი არ გააკეთოს, იმიტომ რომ უგუნურობაა, ეხა ბავშვს სთხოვან დააძალო, რომ ოღონდ რამე მიირთვას, რომ არ წაიქცეს შიმშილით, ეს ვინმე ჩაუთვალოს უგუნურ ქცევაში. სანამ დედას მსგავს რამეს დაუწერთ, ხო, ჯერ რაღაცები უნდა იცოდეთ მის შესახებ და ასე შემდეგ. ამიტომ კარგად დაფიქრდით ხოლმე ხალხო, ვის რას უწერთ, რატომ უწერთ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ბავშვთან დაკავშირებული რაღაცები ძალიან ხდება გულზე და ისე რაღაცნაირად გავხდი, რომ როცა ეს კომენტარი წავიკითხე, გაუბრაზდი არ ქვია ახლა ამას, მაგრამ რაც არ იცით იმაზე საუბარს მოვერიდეთ, ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ არ იცით მე რა გზას გავდივარ, რომ ჩემ შვილმა მიიღოს საკვები. თქვენ არ იცით. იმ დედებს ყველასთან აი არო ვიცი პატივისცემა, ვინც გადის ჩემ გზას. ამ ძალიან რთულ გზას, როცა შვილის კვებაზეა საუბარი. ურთულესი ხალხო, ვერც კი წარმოგიდგენიათ 4 და 5 ადამიანი სახლში მარიამს როგორც ცდილობთ, რომ რამე მაინც მიირთვას. ყოფილა დღე, რომ ბავშვს მხოლოდ აი ამ ხელა იოგურტი მიუღია, მეტი არაფერი. და თქვენ მეუბნებით, რომ მე ვარ უგუნური, რომ ბავშვს ვცდილობ ვაჭამო? უკაცრავად. მაგრამ გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში ყოფნა არ შველის ამ ამბავს, რომ ეგ დასკვნები დამიწეროთ აქ. ეს არ არის, რომ აი მე ეს როგორ დამიწერათ, რომ არა. უნდა იცოდეთ ხალხო, დედას რა დაუწეროთ, შვილთან დაკავშირებით რას უწერთ, რომ დაძალება არის უგუნურები, no! და ძახილის ნიშნები, გეხვეწებით, ახლა ძალიან სადღაც ნუ გადავარდებით. ევროპებში ჩვენც ვართ ნამყოფი მეგობრებო. ვიცით სტანდარტები. და გაგიკვირდებათ და საქართველოშიც ვკითხულობთ სტანდარტებს. ზეპირად ვიცი, ჩემ შვილთან როგორ უნდა მოვიქცეთ, თემიძე დაგიწეროთ, ან გადავიღო. არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ მგონია, რომ ეგ უფრო უგუნურობა, ვიდრე ის, რომ მე ჩემ შვილს ვცდილობ, რომ რაღაც პირში ჩაუდო, რომ არ წაიქცეს. ასე რომ რა ვიცი. ეს რა თქმა უნდა არ იყო რჩევა ეს კომენტარი, ბუნებრივი. ასევე არ ამგონიაო, რომ რჩევა გაინტერესებდესო თუ რაღაც, ამასაც გამოვეხმაურებ ხალხო. ჩემს მაგერად ვიცით ხოლმე რაღაცა გაურკვეველი დასკვნების გამოტანა ძალიან გივიდრებით. რჩევა ყოველთვის მაინტერესებს. ამას ვამბობ ყოველთვის. რჩევა. ვითომ რჩევა აგრესიანარივე არ მაინტერესებს. ეს რაც შეეხება დილის პრობლემები დავავთავროთ. ამასობაში მგონი მოვემზადე? ხო, რაღაცა ხალხს დავემგვანი, მე მგონი ცოტა არ ამიშევს. ასე რომ შესაძლოა მე რაღაცა უკუღმა გავიგო და თქვენც თუ მე მითითებთ, რომ არა, ეს ასე არ იყო გამიხარდება, მაგრამ სანამ დედას დაუწერთ შვილთან დაკავშირებით რამეს, ამაზეც დავფიქრდეთ. იმიტომ რომ მიხელა ვიდეოში რომ ეგ დაინახეთ მარტო, ეგეც სასაცილოდ მეჩვენება უკვე. კარგი რომ ვეღარაფერს დაინახეთ, რა ვიცი აბა. თუმცა რა თქმა უნდა, რამაც და გაინტერესათ ეგ დამიწერეთ ხალხო, მაგრამ როდიდან გახდა უგუნურობა, რომ შვილს დავაძალოთ, თუნდაც ჭამა, იმიტომ რომ ნუ არაფერი დაიმართოს უჭმელობით. არ ვიცი. ვერ გეტყვით. რომელი ფერი წავისვით, რა თქმა უნდა. ან ეს ისიც ოდნავ დავიტანოთ. თუ მეტყვით ახლა სად მიიგრიხები ამდენს რო ისვამო, გეტყვით ვაგზალზე. აი შევარ წავიდე, არ ვიცი.
მაგრამ მე მიყვარს სახლშიც რომ მოწესრიგებული ვარ ამ კუთხით. და განწყობას ვიქმნი ხოლმე ძალიან, ამიტომ დავიტანოთ აი ამ ზონებში. всё. ეს რატო არ წავის? ეს უფრო ის არის. ბრჭყვიალები დაყვება რაღაცა, ისე კი არა, რა, ესე, მაგრამ ანუ ძალიან ლამაზია. ყველა ძალიან დიდი მადლობა, ვინც მომილოცეთ დღესასწაულები, ასევე რა თქმა უნდა, ყველას გილოცავთ გუშინ. ძალიან პაწაწუნა ვიდეო თავდე რო აქ ცოცხალი ვარ. ხო და რა ვქნა? ბავშვი რო ვერ მყავს კარგად, ჩემი გონება აღარ ექვემდებარება აღარაფერს. როგორც ყველას ჩვენ დედებს გვაქვს ეგ ამბავი. არც მე ვარ გამოგნაკლისი. არც მე ვარ. როგორ მკაცრავს ღმერთო. ღმერთო. საშინელება კოშმარი. რო კაცრავს თმას ნიშნავს იმას, რომ ისე ვეღარ ასწორებს, როგორც გინდა. მაგრამ არა, ისე მაინც ასწორებ, რომ თუნდაც რესტორანში წავიდე, ესე ჩემი გასწორებ. ასე. ვაინო. როგორც ყოველთვის გადავიწიოთ ნახევარი ყურზე. როჩაც მიჯერ ჩამიცვამს. წავიშორებთ შეხელზე ლაქი. ესე ხაცაბაცა ხო არ წავალ. ახლა თქვენ იმაზე იფიქრეთ, ამაზე რა გააცლის ხო, თითი დამიჩირგდა. რაღაცას მივარტყი და ვცდილობ, რომ ვუშველო და დედამ ნახე გადაირია, ნახეთ რა ხელა ბაქტითია. ხო, ძალიან აცაბაც ადამიანი რო ვარ, ვიცი. ხასად მივეჯახე და ხარას დავიტყე და ხან რა ვიცი, ესეთი რა ქვია, ხიფათიანი რატო ვერ გეტყვით. გიჟდებ, ეს ხო იცით რომ ჩემთვის ვიყიდე ხალხო, რომ ახალწელს გამეკეთებინა, ოღონდ ვინ დამაცადა, მაგრამ ზოგადად ჩემთვის ვიყიდე. გიჟდები, ეს რომ გადაობს გიჟდები. და დიდი სუვენირით მიდევს აგერ. აი, ავხედოთ ბავშვს და ავხედოთ დედას და ვთხრა რომ მზად ვარ და წავიდეთ. მზად რა უნდა ჩავიცვა, მაგრამ ანუ მოვიწესრიგე. აი. წავისვათ ტურსაცხი. და წავიდა სარკე. წავიდეთ. რაც მოდიალობს ხო არის ის. შემთხვევით ვინმე ხო არ იცი. ხო, ჩემთან მოსულ ადამიანებს მინდა გავუკეთო სიურპრიზი. არ ვიცი, ოღონდ გამომივა თუ არა, თუ მოვხვდი იქ უნდა ვიყიდო, მოკლედ. სამახსოვრო, საახალწლო. ამეწკეცება თიხით. რაღაცა მალეშრება არ ვიცი, მაგას ზოგადად რომელი ეძახიან, მაგრამ ეგინდა. და მინდა რომ თეფშებთან დახვდეთ. ეგ სილამაზები მედია მოვასწრებ. საერთოდ ძალიან მიყვარს მე ესე დღესაწყალზე რაღაცების გაკეთება და გავაკეთეთ.
თავარი იქ მოვხვდი და ვიყიდო. ნახოთ. აქ რაკენი. აუ, გავაფუჭე. ადამიანი რო გეტყვით უნდა გაიგოთ ეს ჩემი შვილი. ეს ნეტარა. მორჩა. მოგეთ ეგ უნდა ვიყიდო ბიბლიაში გოგოებო რაც მინდა რომ საჩუქარი გავაკეთო, მერე და იმედი მაქვს რომ გავაკეთებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ძალიან გავხარდებათ. ვერ წავიში მაინც. აიმე იმ დღეს მაღაზიაში ხალხო ტრასასთან დაბლა გზასთან. ესე იგი ფაქტობრივად შიშველი იყო. ეტყობა ნაბახუსებზე გამოვიდა. კოსი არისო ისეთი მოდიოდა. საწამეღო თავი მე კი არა იქ ხალხს არ ვიცოდით. მაღაზიაში შემოვიდა. მაგ დროს ადგინდა თავი წაიღო გიცებთ. ანუ წი და ბერს რო ხედავ. ანუ ისეთი შემოვიდა. რო რა გითხრათ? სტეგოდი გულზე წარი. სახალხო დღეებში სიყვარული. გაერთო. რა ეკნა გაერთო. აი, რასაც მე ჩავიცოთ. ეტყობა მაგარი ნასვა მიყო და 20 წამოდგა და იფიქრა რომ იმას ვიზაურა ქვია რა გამოსაფხიზლებას ვიყიდიო და აი რომ მოიცვა თქვით შიშველზე რამე საღამურს ან ხალას არ აქვს მნიშვნელობა რა აი დაახლოებით რო გითხრათ იგივე ვიძე გამოგვეცხადა შუა მაღაზიაში და მეთქი უხერხული არ გიყურებ ძალიან საინტერესო კითხვა დამისვეს თუ არსებობენო ადამიანებიო შენ ცხოვრებაში ან ადამიანი ვინც არ გინდაო რომ საერთოდ არსებობდესო და შენ ცხოვრებაში იყოსო. ძალიან კაი კითხვაა. კი, არიან ასეთი ადამიანები. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ძალიან გავნო, ან შესაძლოა ზოგმა გავნო კიდეც, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ძალიან დიდ ანტიპატიას თითქოს უყვარხარ, მაგრამ გამოხატავენ მაინც რაღაცნაირად ჩვენს მიმართ. თუმცა მადლობა ღმერთს ძალიან მოკლე ადამიანები არიან რიცხობრივად. მაგრამ გრძნობ ვაიმე, სად იპოვე სიყვარულო? დიდი მადლობა, თუმცა გრძნობ მაინც მათ დამოკიდებულებას. მაგრამ არის ისეთი ადამიანიც, ვინც აი არასდროს არ მინდა, რომ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში. აი უბრალოდ რომ ვიცი რომ არსებობს, ეგეც კი ჩემთვის, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ისეთია პირადულია და რაც ჩვენ რაღაცას ეხება და არ არის საჭირო ამ თემაზე განხილვა, მაგრამ არის ესეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არც მინდა რომ ვიცნობდე, უბრალოდ ვიცნობ რა, ანუ ვიცი ვინ არის და ზარავს. ანუ ნაცნობია, რომელსაც ძალიან ცუდი რაღაც აქვს ჩადენილი და აი ეს გავიაზრე, რა აქვს ამ ადამიანს ჩადენილი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან დიდი ზღვარია და არასოდეს არ მინდა მასთან გადაკვეთა მქონდა, არც მექნება. არნაირი ახლობლობას არ აქვს ამასთან ადგილი. უბრალოდ ვიცი ვინ არის და ეს ადამიანი არ მინდა რომ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში. თუ ახლა იცოცხლოზე კი არ არის საუბარი, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ოჯახთან, ჩემს რამესთან ახლოს ვერასოდეს ვერ იქნება. ეგეთი ადამიანი არის. თუმცა აქ ისტორიას ვერ მოვყვები, მაგრამ არის ესეთი ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ჩემთვის, საერთოდ არ გვინდა რომ ჩვენს ოჯახში ეგეთი ადამიანი არსებობდეს და ხო, რაღაცა დაუშავებია ჩვენთვის და ამიტომ დისტანცია კი არა და საერთოდ ამ ქვეყნიდან რო წავიდეს ძალიან გამიხარდება. სიმართლე გითხრათ, ანუ ეგეთი ადამიანი არის. თუმცა სხვა ადამიანებსაც შეეხება ვერ ვიტყვი რომ ესე
იცი რა, ვინც არ გინდა რომ შენ ცხოვრებაში არსებობდეს, მეტნაკლებად არც არსებობენ. გესმით, ანუ ძალიან ახლობლობაზეა საუბარი და მოდი გენაცვალე და რაც. დისტანცია ჯობია დაიჭიროს ადამიანებთან, ვისთანაც რაღაცა ცოტა ესეთი ურთიერთობა გაქვს, არ არის აქ საუბარი რაღაცა დასდევდე რა ქვია ტაპორებით, მაგრამ ნუ აი რაღაცა არ არის რა, შენი ადამიანი არ არის, მოდი სწორად რო აგიხსნათ, ვინც არ არის ჩემი ადამიანი, ერთი რაც ვქენი 2024 წელში, იყო ის რომ ცოტა დისტანცირება გავაკეთე ესეთ ადამიანებთან. ვინც ვთვლი რომ ვითომ შენია, მაგრამ შენი არ არის. ეგეთ ადამიანებთან ცოტა შორს ვარ. და ნუ დიდად არც არიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არის რაღაცა ვალდებულებები, როცა ნუ თითქოს არიან, მაგრამ არ მძულან, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს ვერასოდეს ვეღარ დაიჭერენ და დაიკავებენ და მათთან მე ვერასოდეს ვეღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი, ან როგორც მინდა ვიყო, ვერასოდეს ვეღარ ვიქნები. ესეთი ადამიანები არსებობენ და მგონია რომ ბევრი ცხოვრებაში არსებობენ და მე არ ვარ მარტო ეს ადამიანი, ვინც ხო, ნუ ესე რაღაცნაირად ცხოვრება თითქოს ესე დაალაგდა, რომ ვიღაცეები ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ ვიღაცეებად დარჩნენ. ახლა უკვე ვიღაცეებად დარჩნენ, ამ დროს თუნდაც არ იყვნენ ვიღაცეები. თუმცა ვიცი არასდროს არ მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში საერთოდ გახსენებაც მზარავს, ის ადამიანი ნამდვილად არ არის ბევრი, ერთია და არასოდეს აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა. არ ვიცი ხა მე ვინ მიემატება ამ სიას, სიმართლე გითხრათ და იმედი არც არავინ. მაგრამ ის ადამიანი, ვისაც მე ახლა საუბრობ და დეტალებს ვერ მოვყვები, ძალიან დაგვიშავა. შესაბამისად, ის ჩვენს ცხოვრებაში ვერ იქნება. არც იქნება, არც იყო, მაგრამ ნუ ესე მოხდა. უკეთ ესეთი ამბები, ამ კითხვას მინდოდა როგორ რამდენი ხანია ვფიქრობ, გავცე პასუხი და ვერ დავაყენე საშველი და კიდე რო შემხვდა კომფორტია ვსტო პასუხო. რა თქმა უნდა. ბევრი ცხოვრებაში არსებობს და არც მე არ ვარ გამონაკლისი, როცა არ მინდა ვიღაც იყოს ჩემს ირგვლივ, ჩემს ოჯახში, ჩემში და გაურბივარ რაღაცა ემოციებს, გაურბივარ. ზოგადად მოდი რა ვიტყვი, ნეგატივს გაურბივარ ძალიან და დავიღალე ამდენი ნეგატივით, ადამიანების ნეგატივით და არ არიან ბევრი, მაგრამ ცოტა ვიცი კაცო ხო გავნებს იმ ნეგატივით, არა ვითომ შენი რაღაცა კეთილის მსურველობას თამაში ძალიან მომაბეზრებელია და ვინც ამას თამაშობთ, ხალხო ყველას გეტყობათ, ვითომ კეთილის მსურველი რო ხარ, ვითომ ეს შენ ძალიან გეტყობა, ეს შენ გონია რომ არ გეტყობა, თორე ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, ესეთი ადამიანები სამწუხაროდ, ანუ ყველა ვიცით ვინ არიან ესეთი ადამიანები და რაცა შეფარული რაღაცები ძალიან ხილვადია. თქვენთვის შეიძლება არ იყოს ვიღაცისთვის ხილვადი, მაგრამ ხილვადია. ასეთი ადამიანები ჩანხართ და საკუთარ თავს ნუ გაანადგურებთ ხალხო ამით, თორე ხოს კი ვერაფერს ავნებთ, მაგრამ მაინც. ასე რომ არ გირჩევთ ამ ხელა ნეგატივს. შეფარული ნეგატივი ძალიან კარგად ჩანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამიტომ უი როგორ მიყვარხარ და მეორე წამს რაღაცა ისეთი რო ხდება ემოცია ან სიტყვა რომელიც არაფერ კავშირში არ არის ძალიან მიყვარხარ თან იქ უკვე სხვა რაღაცები ჩნდება იქ უკვე ჩემი რაღაცა ერთვება თავდაცვის რო წადი რა ჩემგან შორს იყავი ვინც გინდა ის იყავი ხო და რა თქმა უნდა ხა ყველასთან დამიწერეთ თქვენთან არ არსებობენ ადამიანები ვინც გინდათ რომ არ იყვნენ თქვენ ცხოვრებაში და ან აღარ არიან იმიტომ არ არის ხო აუცილებელი დავწეროთ რატომ იმიტომ რაღაცა ხმადეყალები არსებობს რომელიც ჩვენია და ჩვენთან უნდა დარჩეს და არ არის აუცილებელი ყველაფერზე ხმამაღლა ვისაუბროთ რაღაცა შემთხვევით უნდა დაიტოვო ადამიანმა ასე რომ ეს ვიზავთ დაე გვიყურონ შორიდან ახლოს მოვუშვებთ ნახვები ძალიან კარგი აქვს ჩემს ვიდეოებს თქვათ აი ესე რომ გაზომოთ რამდენიმე საათში ერთ დღეში აი ესე ამას რო გავყვეთ და ძალიან დიდი მადლობა ყველას და გამომწერები ძალიან კარგად მემატებიან და ამისათვისაც ძალიან დიდი მადლობა ხო და შრომას მოაქვს ხალხო რა თქმა უნდა შედეგი კარგად გადავიკეცავ ახლა 90 ევროს დოლარს რო გადავიყვალოთ რამდენიც გამოვა შვედიურად ამიტომ ვისაც რისი დაწყება გინდათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხალხო დაიწყეთ იმიტომ რომ აუცილებლად ნელ-ნელა
მიხვალთ იმ ციფრამდე, იმ რიცხვამდე, იმ ხილფასამდე თუ რაც არის, რაც მერე თქვენ რაღაცნაირად დაგაკმაყოფილებთ და ყოველ შემთხვევაში ახლა რა როგორც ვარ რამდენი გამომწერი წავს და რა ასე შემდეგ შვენიერი ანაზღაურება მაქვს, ამიტომ აბა თქვენ იცით ყველამ ვისაც რა გინდათ გააკეთეთ ცხოვრებაში, არ ვიცი აუცილებლად YouTube-ზე იყო საუბარი, ზოგადად ვისაც რა გინდათ დაიწყეთ, იმიტომ რომ დრო გადის, ძალიან სწრაფად გადის დრო და მე შეიძლება რაღაცები დაგიგვიანდეთ, რაღაცებისთვის მზად აღარ იყოთ, რაღაცები აღარც გინდოდეთ, ამიტომ სანამ გინდა რაღაც უნდა გააკეთო ადამიანს, გავაკეთე და ყოველდღურად ვშრომობ რაღაცისთვის, ხო? ამიტომ შრომას მოაქვს შედეგი, ამის თქმა მინდოდა, ანუ შრომას მოაქვს შედეგი და უშრომელად ვინც იღებთ შედეგს, რა ვიცი, გილოცავთ, მე არასდროს არ გამომდის მსგავსი რამაზე, რომ ისეთი მზეა ხალხო, გარეთ ისეთი მზე არის, რომ რა ვიცი, მოიცა გაჩვი. ამას შეხედეთ, რა ბედნიერი მზეა. ანუ, წავე. ნახეთ როგორი მზეა. გამოვიდე მზე გამოვიტანეთ. გილოცავთ. აბა ვნახოთ ხალხო ბეკოში უფრო დაბალი ფასი იყო რაღაცების ვიდრე ალტაში და ცოტა გამიკვირდა. წამოდით. ბეკოში ბევრად აშკარად დაბალი ფასი ქონდა. მოდი აბა ვნახოთ შესაშენებლები. ეს ფერები არა. მაინც 419. ან საშუალოდ დამწავზე უნდა იანგარიშოთ ნორმალური ხარისხის რო იგივე. ნახოთ აბა. დენზე უნდა დედას და ეს სამწუხაროდ მუქია. ელიტ ელექტრონიკში 900 არის. ბენზინია. ჩემი ოცნების მიქსერები ვაი. და ეს რა 2000 რაღაცა. 2299. ახლა შუჩიჩუჩიავთ გავარდას ფიქრობ. თქვენ ხოჭით მე ყავაითან მიყვარს ფიქრი. ჰა. ხალხო ერთი კითხვა დავარჩქეთა და მოშული. აი ერთი და მეტი თავარ, მაგრამ მე ხო ზეთი არ არის, ხო. ხალხო რა მაინტერესებს? მე დაღებულები რო ხართ ხოლმე, ვიღაცა რო გათხოვდი, რომ ეგრე ატაკოთ ხახაში. თქვენი სიტყვები რა ხო ხართ ეგეთები? გიჟდები, ვინმე რო გათხოვდება, ხო? ღამე არ არის ჟერა. გაგუგუდებული თქვენ რა უკვე ტელეფონი დადეკავთ. იმ დღესა დამირეკა ჩემი მეზობლის მამიდაშვილის მაჟლის ჩოლის არა ამერია. ხო, რა ვინც არა ქვიშ. აბა ქუდოდი დედამთილმა გადაბაწუხა როდესაც შენ ბალხსა. დაიხედით. თქვენი სუდი აბავი. ქუდოდიო შეყარებულობაშიც ხო, ვიცოდი რომ მაგრად უჭირდაო, მაგრამ ეხლა რაც ავნახეო, ხო, არ ვიცი, სულის წარზე ცხოვრება კი არა, არსაცულად აწატარი აქვს. ხალხო, ჯერაც ერთი გაფიცეთ მამიდაშვილებსა შეყარებულობაში რომ წყალს აყავს უკვე წაღებული, ხავსიც რო აღარ არის. იო, კანე ეს ხავსი. განთავდა აღარ არის, ეს ვიზავთ. შოქრობა შეტყუდიათ, რომ კაიჩი ტყუჩი, მე რითმე კლასში ტყლუში გაჭირვები და ხო გამარცილია ეს გოგო თელი დღე გარეთ, რომ აბა იმუშაოს, რომ ბრაჟონ მერე საკვები. ეს საქმე ყოლია, ვაი მაგრამ ერთო მაღალო. რა ქვია გოგოებო და პლანაკაშა. აჰა, ეგეთი ყოლია რა, თუ მე მისანი, ხო, რა ეგეთი ხო. როდესაც ბალხსა. დედამთილმა დაუსვა საკითხი. გუგუზა უთქვია, დედაცვალეო. შიმშილისაგან გუში შუშე წავიდა გულიო. ხო, რაჯუ წავიდა და აი თათურმე და იფართა. ესე დედაცვილი თუ მე ყოფილა, ხო უნდა უშოს ერთი და წელი ბეზობეში ჭამს არა აქვს პრობლემა. ისანი, არა ჩუდი კი არ არის რომ ერთო პაკალი გულსა აყოლებს, მაგრამ ჩაჭი შეკაიბამ და შურო არა იმუშა. ახლა გაიცა კალი ხარ. ორი ხილი და ორი ფეხი გა. ერაგა ჩემზე გზელი, ხო? ჭაჭი ანა იმუშავი. ახლა თქვენი დროა. შეკებებთ 47 წელს ხალი ხარ. ცხოვრება უნდა გიხაროდეს თუ არა? შევარ გიხაროდეს, მაგრამ იმპუტი შეკაიბებთ რომ ანა ცხოვრებას ამიეწიო, ანა რაღაცა. ჩემი სიურ ძალი მოვიდა და განეც დავიბანე ხელები. არ ვიცი ხალხო.
ესეთი ხალხი საიდან იბადებით ვერ გეღოთ. რაღაც საქართველოში იბადებით ხო? გოგოშა უთქვია სრაჟუ პატარ ძალს რომ მაჩადეო ისაო და რაღაცაო ცოტაო წავიდეთაო წინაო და გავეჩინო აბა რას ვიზავ სადაც ვინ უნდა არჩინოსო მალკო მოხდე მომბაში შიმშილითაო და მეცა ხო ხედავ შიმშილითაო ხანიქით მივარდება თავი ხანაკეთო მე თო რა ცუდა მაგისაც ორი და ქვაიჩი უნდა მუშოკაცები რა რასასაბი ჭამო ისა ჭამოს ბალღბო შიკებებდე შენ ხუჭით რო დაიძინე ბალღი ხო პეხი რო გადადებული აბა გაშალი ფეხი იქნება შეგიხორცდა ხარ ხო ცხოვრება ხო ეგრე არ არის მოვიდა ძალი ჰოპ ჩამოვდე შენ რა დაგაჯეს გაფცე მამდაშვილა ანა იმუშავე სტიმული მოგეჩეს ხალისი მოგეჩეს მეობა მოგეჩეს გაგება მოგეჩეს ღმერთო რა ჩარეცხილების ბუ ესა გოგოსა გაგიჟებულა ხო და უთქვია მოჩა არა ჩემ ბალხსა დედამთიშე და გადმოუგდი ამარისთვის მოგათრიეთ კარგით რა ხალხო კარგით ხალხო აღარა მაგ მინერვები აღარა რა უკვე ხო მეწყობა რომ აღარა მაგ ხო შიჩი ხალხო ნამუში გაგება მეობა რაღაცა ხო შეიძლება კოდეთ ხალხო ცოტოა დაიდეთ ეს ამძლები რომ ამა მოვიდეთ კაციტკუს აი შენა ტყეში და ტყუში იმისა რომ მომაჩერდებიან არა ჩემ მეორე არა ჩემ ტოჭკა დაუშვად გავაჩინე შენ გამიზი დაწერე გამიზი შენა თუ არ გამიზი იმას ამოგაგლიჯა ხუილ არ გამაჩინე უცდი ბალ ანუ რა გამოდის ვერ გამიზი ხო შე გამოვუგდეთ ეს ამძალი სახლი და რომ აბა თუ ბალღი არა და დაშვიდანია წამოდი შვილო მევთხარ იცი საკლევინებ თავსა ხუთი ბალღი რო გააჩინო ხო ურაბუსო ოჯახს არა შვილება არაფერი მევთხარი ქმარი უდაბუსო დედამთილი უდაბუსო და ბაბამთილი ლოდი ბრაზიაგა სუ კაიჭ რა გიტო და შვილო იგე სახში შვილო მევთხარი რა ვიცი შევცი და სამოგაგლიჯა მევთხარი შეყარებულობაში წოიგეთი იყო კიო სტოპ წამოდი სახლიდან მევთხარი შო დაჟდა სახში ახლა ვეძებთ ახალ ქმარსა აღმარს არ ვეძებთ მაგრამ ხა ოდეს მეხუდა კათხოვდეს ხო ისე ხორი ხდება იმასავით ბუკეტივით ხო მე ვთხარი წინასწარ გაიგე ვინ არის რა არის რა ხდება რომ მე იმისა მიხედვით მე ვთხარი თუ გინდა რომ შექმნა რა ოჯახი და ისევა სატარგოში შეყოდა კი ბატონო მე ვთხარი თუ არ და დაიჭი მე ვთხარი სახში ბაღიზა მერეც გაჩეთ რაღაცა იცდება მე ვთხარი ახლა ხო თან ხორ მოყრენდებს კაცსა ხო არ ვიცი დედა გული გადაბი შეჩმაკ